არ არის შემთხვევითი, რომ წელს ამ წლევანდელ საიუბილეო წელს სულიწმინდის დღის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მსგავსად, მოციქულ სიმონ კანანელის მსგავსად და სხვა მოციქულების მსგავსად, რომლებმაც ჩვენ მიწა-წყალზე იქადაგეს, წმინდა ნინოც იყო გამტკიცებული და ახსილი იმავე სულიწმინდის ძალით და მადლით და ძალით მოაქცია მან ჩვენი ერი ქრისტეს სარწმუნოებაზე. წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლოცვებში და საგალობლებში წმინდა ეკლესია მას უწოდებს დედისა ღვთისა საკუთარ მოწაფეს. და ეს ჭეშმარიტად ასეა, რადგან ისევე როგორც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიანდო დედა ნინოს, წმინდა ნინოს საქართველოს მოქცევა და ქრისტეს ჭეშმარიტებაზე, ქრისტეს ნათლით განათლება. ამ მიანდო აი ამ ნორჩ ქალწულს, ნორჩ ყმაწვილ ქალს ეს უდიდესი მისია, რითიც გამოვლინდა დედა ღვთისმშობლის დედობრივი განსაკუთრებული ზრუნვა თავის წილხვედრ ქვეყანაზე, საქართველოზე. და აი 1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ ისტორიული თარიღი და მოვლენა, არამედ ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. წარმოშვა უამრავი დიდი ადამიანი, დიდი მოღვაწე და წმინდანი. ამ მოვლენამ აგვაშენებინა ჩვენ საოცარი ტაძრები და მონასტრები. შეგვაქმნევინა უნიკალური თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურა და ამ რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი ეროვნული სარწმუნოებრივი იდენტობა. ამაღელვებელია აქ ყოფნა ფარავნის ტბასთან, ჯავახეთის აი ამ მადლიან მიწაზე, საიდანაც დაიწყო ის დიდი გზა, სულიერი გზა, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა ქართველი ერი სრულიად საქართველო გაქრისტიანებამდე და ქრისტეს ჭეშმარიტებაზე გზით სვლამდე შეუქცევადათ. და როგორც მოგეხსენება თქვენ, უკვე მრავალი წელია ყოველ ამ დღეს 1 ივნისს მორწმუნეები იწყებენ მსვლელობას წმინდა ნინოს გზაზე, რითიც გამოხატავენ მისდამი დიდ პატივისცემას და ამყარებენ ერთგვარ ისტორიულ კავშირს მის ღვაწლთან, მის პიროვნებასთან.